მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გავაკეთოთ ასეთი გაშლა, ვის შეეცდება თქვენთან დაბრუნებას. ეს შეიძლება იყოს მეგობრული ურთიერთობა, შეიძლება იყოს პირადი ურთიერთობა, რომელიც არის დროებით დაპაუზებული. და ვნახოთ, ან შეიძლება თუ არა ვინმე საერთოდ თქვენთან დაბრუნებას, რომელთა ურთიერთობაც ალბათ ცოტა არ იყოს ბრაზი ამ ურთიერთობაში, ან წყენა, ან კიდევ შეიძლება ბევრნაირი რაღაცა იყოს, რის გამოც დროებით დაპაუზებულია ურთიერთობა. ვნახოთ, ვინ შეეცდება თქვენთან დაბრუნებას. ორი ვარიანტი იქნება და შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, ვინ შეეცდება თქვენთან დაბრუნებას, ან საერთოდ თუ შეეცდებიან თქვენთან დაბრუნებას. მოკლედ, რაღაც უჭერს ნაბიჯების გადადგომა რაღაცას. კარგით, ვნახოთ, ვინ შეეცდება თქვენთან დაბრუნებას. ამ შემთხვევაში უფრო ალბათ ვინც ჩაიფიქრეთ, მეგობრობასთან გვაქვს ცოტა ისეთი საქმე, გულის ტკენა არის ძალიან დიდი და ეს გულის ტკენა იყო ალბათ გამოწვეული რაღაც ნაკლები ნდობა აქ რაც ჩანს და ძალიან ბევრი რაღაცა უაზრო დაფიქრებები, უაზრო ეჭვები, უაზრო შეიძლება თქვენ მაშინ ფიქრობდით, რომ რაღაც ძალიან ისეთი რაღაც ისეთი საგულისხმო და რაღაც იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება იყო ცოტა უაზროდ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც შეიძლება თქვენი მეგობრობა ეჭვქვეშ დააყენა, ან შეიძლება ეს იყოს ნათესაური კავშირი, რომელიც იყო ძალიან კარგი და უცებ რაღაც ბზარი გაჩნდა. მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება. ძალიან დიდი ფიქრია აქ, ძალიან დიდი ფიქრია ორივეს მხრიდან. ორივე ფიქრობთ, ორივე განიცდით, ორივეს გაქვთ გული ნატკენი და ეს თითქოს ერთმანეთს ელოდებით რაღაცნაირად, რომ ან შენ გადადგამ ნაბიჯს, ან მე გადავდგამ ნაბიჯს და ორივე ხართ ამ მოლოდინში. ვნახოთ ახლა არის თუ არა ისეთი ნაბიჯები გადაიდგება თუ არა მისგან. ვნახოთ, ძალიან განიცდის ეს ადამიანი, სასწარკვეთილ მდგომარეობაშია და უფრო ალბათ უნდა კი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ არ იცის ეს როგორ გააკეთოს. არ იცის, ნამდვილად არ იცის როგორ გააკეთოს. ისე ძალიან არის რაღაცნაირად ცუდად გრძნობს თავს და უნდა რომ რაღაც გამოსავალი მოძებნოს. ამაზე ნამდვილად ფიქრობს. ზის და ფიქრობს რა გააკეთოს იმისათვის, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგას. ხედავს, რომ თქვენგანაც არ არის ნაბიჯები და ეს მისთვის არის ნამდვილად გულსატკენი. ვნახოთ, ახლა მომავალში თუ იქნება ვინმესგან ნაბიჯი. რაღაც პატარა რაღაც მომენტები იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც არ იქნება ისეთი ძრა რაღაცნაირი, რომ იყოს რაღაცნაირად თითქოს ერთმანეთზე ძალიან ისე ხართ ელოდებით ერთმანეთის ნაბიჯებს. ვნახოთ, თქვენ რას გრძნობთ ამ შემთხვევაში. ის გავიკეთოთ თვითონ ის ადამიანი როგორ იყო, თქვენ რაც გრძნობთ, თქვენ უფრო ხართ მოტივირებული გადადგათ ნაბიჯი, იმიტომ რომ თქვენში იმდენად დიდი ეს ემოციებია, სიყვარულია, შეიძლება რაღაც მომენტებში ძალიან იყავით გაბრაზებული და ძალიან განიცდიდით ამ ყველაფერს, მაგრამ თქვენში ალბათ უფრო მეტი არის
აი როგორ გითხრათ, პოტენციალი შერიგების ვიდრე იმ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ ის შეიძლება განიცდის ამ ყველაფერს და შეიძლება ნანობს კიდეც რაღაცეებს, მაგრამ უბრალოდ არ იცის ადამიანმა რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თქვენი გული მოიგოს. ანუ ესე ვთქვათ, ვერ ხედავს რაღაცნაირად გზას. თქვენ უფრო ხართ ალბათ ისეთ მდგომარეობაში, რომ შეგიძლიათ რაღაც ბიძგების მიცემა ამ ურთიერთობისთვის. ეს ნათესაური კავშირი შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც ნახეთ, არ არის ესე ხელწამოსაკრავი და დაფიქრდით, ძალიან დაფიქრდით, რა როგორ იქნება. ნახოთ აბა საბოლოოდ თქვენი ურთიერთობა როგორ დასრულდება. მაინც ამოვიდა, რომ ორივე ახლა მომავალში არა ნამდვილად ორივე ცდილობთ რაღაც მშვიდად ხართ, ანუ რაღაც პერიოდი მშვიდად იქნებით, სიმშვიდე იქნება თქვენთან, მაგრამ ორივე მაინც იფიქრებთ პრობლემის გადაჭრის გზებზე. ანუ ფიქრი ნამდვილად იქნება. ფიქრი, წინათაც იყო, მაგრამ ნახეთ, უფრო სტაბილურდება სიტუაცია. ვერ გეტყვით, რომ უახლოს მომავალში თქვენი ეს მეგობრობა და თუნდაც ეს ნათესაური კავშირი რაღაცნაირად დაალაგდება, ახლო მომავალში ნამდვილად ესე არ ჩანს, მაგრამ ორივე ნამდვილად ჩანს, რომ განიცდით, ჩანს, რომ ფიქრობთ ერთმანეთზე, ჩანს ისიც, რომ ხართ, როგორ გითხრათ, აი შვიდად უკვე ნელ-ნელად თითქოს სტაბილურდება რაღაც ურთიერთობები, მაგრამ ორივე ცდილობთ, რომ იპოვოთ რაღაცა, პრობლემის გადაჭრის გზები. ეცადეთ, ნახეთ. ახლა მეორეზე გადავიდეთ. ამ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე, აბა ვინ ცდილობს თქვენთან. ამ შემთხვევაში ალბათ უფრო არის რაღაცნაირად რაც უკავშირდება სამსახურეობრივ კავშირებს, ასევე შეიძლება იყოს პირადი ურთიერთობები, რომლებიც იყო დიდი არჩევანის ზღვარზე, არჩევანი იყო თქვენთან და როგორც ასეთი აი თითქოს თქვენი ურთიერთობა გადავიდა სადღაც მეგობრულ ასპექტში, თითქოს ცდილობთ, რომ რაღაცნაირად მეგობრულად დაასტაბილუროთ ეს ყველაფერი, მაგრამ ნახეთ, მაინც ორივე თითქოს იქითკენ მიდიხართ, რომ რაღაცა არჩევანს აკეთებთ. არჩევანს აკეთებთ და ეს არჩევანი წინათ უფრო რაღაცნაირად ფიქრობდით მომავალზე, მაგრამ ეხლა უკვე რაღაცნაირად მეგობრულ საკითხებში არის გადასული ეს ურთიერთობა და ეს არჩევანი განა ის არის, რომ თითქოს ცდილობთ რაღაცა დაამტკიცოთ ან რაღაცა. არა, უბრალოდ თქვენ ცდილობთ ეხლა რაღაცა გამოსავლის პოვნას და ვნახოთ აბა ეს გამოსავალი რაში მდგომარეობს. ორივე ხართ ძალიან ესეთი თავდაჯერებული, რაღაც ამაყი, გონიათ, რომ თქვენ აი ხართ იმ მდგომარეობაში, რომ აუცილებლად სხვამ უფრო უნდა იაქტიუროს. თქვენ პრინციპში ნახეთ, იმდენად ხართ რაღაცნაირად აი ისეთ მდგომარეობაში ხართ თითქოს ცდილობთ ეს ყველაფერი თქვენთვის გამოიყენოთ რაღაცნაირად დადებითად, ეს მეგობრობაში გადასული ურთიერთობა. ვნახოთ აბა ეს მისთვის რამდენად არის მისთვის უფრო ალბათ ძალიან ესეთია ემოციურია და ალბათ არის დიდ სიყვარულთან დაკავშირებული, უფრო დიდ სიყვარულთან დაკავშირებული თქვენთან. ვნახოთ აბა რა ხდება. თქვენ უფრო რაღაც თავგადასავლებს ეძებთ და გონიათ, რომ თქვენთვის უფრო უკეთესი იქნება რაღაც ეს მეგობრული საკითხები და პირადად ეს დაშლა. ნახეთ, თვალ დაშლას ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ თქვენ ორივე ცდილობთ
ურთიერთობის რაღაც დასტაბილურებას, მაგრამ ის უფრო ალბათ ფიქრობს, რომ არის როგორ გითხრათ, მისთვის უფრო ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი, ვიდრე თქვენთვის. თქვენ ალბათ ეხლა უკვე ფიქრობთ, რომ სხვა უფრო უკეთესი თავგადასავალი გერჩევნიათ. ფიქრობთ, რომ უფრო უკეთესი ღირსი ხართ. ფიქრობთ, რომ წინ იმდენად ბევრი რაღაცა საოცარი მომენტები გელოდებათ, რომ არ არის საჭირო მისტიროდეთ ძველ ურთიერთობებს. ნახოთ რა იქნება ახლოს პერიოდში თქვენს ურთიერთობაში რაღაც პირადად პირადული ეს ურთიერთობის აწყობა, ნახეთ მოულოდნელად რაღაც მომენტები გექნება ცხოვრებაში, მაგრამ ეს მომენტები იმდენად რაღაცნაირად არ არის ესე ვთქვათ შეხებაში ერთმანეთთან, რომ შეიძლება არც იყოს გამოწვეული იმით რომ რაღაც ურთიერთობა გავიდეს რა როგორ იცით, გავიდეს იმისკენ, რომ იყოს რაღაცა იყოს როგორი იცით ურთიერთობა, ერთად შეხმატკივრებული და რაღაცა ესეთი რაღაცა არ გამოდის, მაგრამ იქნება საკმაოდ ისეთი საკუთარ გზაზე წახვალთ და თქვენ თითქოს უკვე გაქვთ არჩევანი გაკეთებული, რომ თქვენ უფრო უკეთეს იმსახურებთ, უფრო მეტს იმსახურებთ, საკუთარ თავს მიეცით იმის რაღაც შანსი, რომ უფრო უკეთესი ცხოვრება გქონდეთ, უფრო უკეთესი ადამიანი ნახოთ ცხოვრებაში, ვიდრე ის იყო წარსულში. ამიტომ ხართ უფრო მოტივირებული, უფრო გიხარიათ რაღაცეები, აქტიურობთ უკვე სხვა განხრით და მოკლედ მიდიხართ იმისკენ, რომ ეს გამოჩენა თუ როგორი იქნება, იცით, თქვენთვის მნიშვნელოვანი არ იქნება. შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი ნამდვილად არ იქნება. თქვენ უკვე გაქვთ არჩევანი გაკეთებული და ეს არჩევანი არის გაკეთებული თქვენს როგორ იცით, უკვე იცით რაც გინდათ და თქვენს ბედნიერებაზე არის უკვე აგებული. თქვენ ხართ უკვე იმდენად როგორ გითხრათ, იმდენად ხართ უკვე საკუთარი თავით კმაყოფილი, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ ნამდვილად ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ისეთი ეტაპები დაიწყება, რომლებიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ბევრად უფრო კარგი იქნება და ამით ძალიან ბედნიერი იქნებით. კარგით, ეს იყო დღევანდელი გაშლა. ეს არის ტაროს დრო, მოკლედ დროებით.